შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობა 34 წელს, ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ფორმდება 2009 წელს და 16 წელს ითვლის. ამ ქარტიაში, რომელსაც ხელს იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აწერენ ხელს, კონკრეტული საკითხებია გაწერილი. მათ შორის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა და ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება. თუმცა ფაქტია, რომ 16 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, შტატებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დაეწესებინა და პირდაპირი ფრენები განეხორციელებინა. თუმცა მათი კარი უვიზოდ შესვლისთვის ღიაა 41 ქვეყნისთვის. მეტიც, საქართველოს მისი სტრატეგიული პარტნიორისგან არათუ უვიზო მიმოსვლა, არამედ სავიზო რეჟიმით საკმაოდ მკაცრი აქვს. ამერიკის ვიზაზე უარის თქმის პროცენტულობის მიხედვით საქართველო ისეთი ქვეყნების გვერდითაა, როგორიცაა სუდანი, კონგო და ჩვენზე უფრო ხშირად ანგოლის მოქალაქეებს ეძლევათ ვიზა. ვიზა უფრო მარტივად ეძლევათ ისეთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც სტრატეგიული პარტნიორობა საერთოდ არ აქვთ და არ ჰქონიათ ზამბიას, ტანზანიას, სამოას, ზიმბაბვეს მოქალაქეებს. მაგრამ ესეც ყველაფერი არ არის. ჩვენზე თითქმის ორჯერ უფრო მარტივად იღებენ ვიზებს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები. ახლა ეკონომიკა ვნახოთ. ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით 16 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ საქართველოსთან მის სტრატეგიულ პარტნიორ შტატებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაეფორმებინა. თუმცა ამავე დროს შტატებს თავისუფალი ვაჭრობა აქვს გვატემალასთან, ნიკარაგუასთან, ომანთან და კიდევ 16 სახელმწიფოსთან. მაგრამ რომელ თავისუფალ ვაჭრობაზეა საუბარი, როდესაც საქართველოს შეერთებულ შტატებთან ვაჭრობისთვის ჩვეულებრივზე უფრო მაღალი ტარიფების გადახდა უწევს. კონკრეტულ მაგალითად შეგვიძლია რკინისა და ფოლადის იმპორტზე დაწესებული ამერიკული ტარიფი გავიხსენოთ, რომელიც ძალიან მაღალია საქართველოს შემთხვევაში, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან. ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ამერიკის მთავრობამ რკინასა და ფოლადზე არსებული ტარიფი, ანუ მის ბაზარზე ფოლადის ნაწარმის შეტანის გადასახადი საგრძნობლად გაზარდა 25%-მდე. გლობალური ტარიფები, რომელიც ყველა ქვეყნისთვის მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებს დაწესებული ჰქონდა ფოლადზე, ეს იყო 0, თუმცა 2018 წლიდან შემოვიდა უკვე ახალი სატარიფო პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტის შემთხვევაში 25%-იან სატარიფო განაკვეთს იმპორტის შემთხვევაში ფოლადის ნაწარმზე და ამ შემთხვევაში საქართველოს ერთ-ერთ მთავარ ინტერესს ამ პროდუქტებიდან წარმოადგენდა უნაკერო ფოლადის მილები, რომელიც არის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური და მაღალი ღირებულების პროდუქტი, რომელიც საქართველოში ზუსტად მაგ პერიოდში 2017 წლიდან დაიწყო ამ პროდუქტის წარმოება და იყო უკვე არსებული კონტრაქტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მრავალმილიონიანი ინვესტიცია ჰქონდა კომპანიას განხორციელებული. ეს იყო რუსთავის ფოლადი, რომელიც აწარმოებდა აღნიშნულ პროდუქციას და რომლის ინტერესსაც წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატები. ამ დროს შემოდის ეს საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნების მიმართ აღნიშნული 25%-იანი საიმპორტო გადასახადი. ცხადია, მაღალი გადასახადი მნიშვნელოვან გამოწვევად და პრობლემად იქცა არა მხოლოდ ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, არამედ ევროკავშირისთვისაც. აღნიშნული სატარიფო გადასახადის ზრდა მასაც შეეხო. საქმე იმაშია, რომ ფოლადის ინდუსტრია ევროკავშირში ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესს წარმოადგენს. ყოველწლიურად იქ 170 მილიონ ტონა ფოლადზე მეტი იწარმოება 500-ზე მეტ საწარმოში. ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირისთვის თურქეთის შემდეგ ფოლადის მეორე უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, როდესაც შტატებმა ფოლადზე 25%-იანი ტარიფი დააწესა, ამან სერიოზული დარტყმა მიაყენა ევროკავშირსაც და დიდ ბრიტანეთსაც, რაზეც ევროპელი ექსპერტები აქტიურად საუბრობდნენ. ჩვენ დავკარგავთ ფოლადის ძალიან მნიშვნელოვან ექსპორტის ბაზარს, ხოლო მეორე პრობლემა იქნება ვაჭრობის გადამისამართება. შესაძლოა, რომ მილიონობით ტონა ფოლადი ევროპულ ბაზარს მოაწყდეს და პრაქტიკულად გაანადგუროს იგი. ჩვენ ისევ დავდგებით იმავე სიტუაციის წინაშე, რაც 2 წლის წინ გვქონდა, როდესაც ფასები 40%-მდე დაეცა. რა თქმა უნდა, ამის თავიდან აცილებაა საჭირო. ეს სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდი საექსპორტო ბაზარია და ბრიტანული კომპანიები, რომლებიც ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე მუშაობენ, აქტიურად ცდილობენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტის გაფართოებას. ამ ვითარებაში ეს ნაბიჯი მათთვის სერიოზული პრობლემა იქნება. კიდევ უფრო რთული იყო ვითარება საქართველოს შემთხვევაში,
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე განმარტავს, ქართულ კომპანიას, რომელმაც მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა იმ გათვლით, რომ პროდუქციის ძირითადი ბაზარი შეერთებული შტატები იქნებოდა, 25%-იანი ტარიფის პირობებში რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რამაც თავის მხრივ აზარალა როგორც კომპანია, ისე ბიუჯეტი, რადგან რაც უფრო მეტია ექსპორტი, მით მეტია ბიუჯეტის სარგებელიც. კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა მომავალ 5 წლის განმავლობაში ტარიფების შემოღებიდან 800 მილიონზე მეტი მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტი განეხორციელებინა. ამ შემთხვევაში შეაფერხა როგორც კომპანიის განვითარება, ასევე მნიშვნელოვანი იყო ის დანაკლისი, რომელთაც რეალურად არაკონკურენტუნარიანი ხდებოდა იმ აღნიშნულ ბაზარზე 25%-იანი ტარიფი მოგეხსენებათ არ არის ნაკლები ტვირთი, როდესაც ჩვენ საუბარი გვაქვს აღნიშნულ ბაზარზე შეღწევადობაზე საქართველოს შეეძლო უფრო მეტი ექსპორტი განეხორციელებინა, შესაბამისად უფრო მეტი ღირებულება შეექმნა ქვეყანაში. მაგრამ ამ სიკეთეებს ხელი შტატების მაღალმა ტარიფებმა შეუშალა, როგორც ჩვენთან, ასევე ევროკავშირში. თუმცა 2020-2021 წლებში შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული სატარიფო პოლიტიკა იცვლება. აი რას მოიცავს ეს შეთანხმება, ის დაუყოვნებლივ ხსნის ტარიფებს ევროკავშირის სხვადასხვა პროდუქტზე. რაც იმას ნიშნავდა, რომ რკინისა და ფოლადის ინდუსტრია გათავისუფლდა საექსპორტო 25%-იანი გადასახადისგან და ვაჭრობას არსებული ბარიერები მოეხსნა. გმადლობთ ბატონო პრეზიდენტო თქვენი განცხადებისთვის, რომ შეერთებული შტატები გააუქმებს ტარიფებს ევროკავშირის ფოლადსა და ალუმინზე. ეს აღმოფხრის არსებული ვაჭრობის მნიშვნელოვან ბარიერებს და ტრანსატლანტიკურ ვაჭრობას საშუალებას მისცემს ფოლადისა და ალუმინის სფეროში დაბრუნდეს იმ დონეზე, რომელზეც ტარიფების დაწესებამდე იყო. მაშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ფოლადზე დაწესებული ტარიფების მოხსნა ამ სიტყვებით განმარტა. ეს არის მტკიცებულება ჩვენი მტკიცე პარტნიორობის ძალისა და იმის, თუ რას შეიძლება მიაღწიოს შეერთებულმა შტატებმა ჩვენი მეგობრობის მხარდაჭერით. მაგრამ პარტნიორობის მტკიცებულებად ფოლადზე ტარიფების მოხსნა საქართველოს არ შეეხო. საქართველოს შემთხვევაში არ იქნა გამოყენებული ისეთი ტიპის პარტნიორული მიდგომები, როგორც მაგალითად თუნდაც ეს იყო ევროკავშირთან მიმართებაში, არადა ყოველ მხრივ საქართველოს ყველა თვალსაზრისით ეკუთვნოდა შეერთებულ შტატებთან შესაბამის სავაჭრო ურთიერთობებს, გულისხმობ ლიბერალურ სავაჭრო ურთიერთობებს. ცხადია, როდესაც ტარიფები წესდება, მათ შორის თუნდაც ეს შეეხება კონკრეტულ საქონელს და ამ შემთხვევაში ცალსახად ზარალდება მეწარმე, გარდა იმისა, რომ მთლიანად ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის არის დამაზიანებელი. არადა როგორც სიუჟეტის დასაწყისშივე ვახსენეთ, ჩვენ და შეერთებულ შტატებს პარტნიორობის 34 წლიანი, სტრატეგიული პარტნიორობის კი 16 წლიანი ისტორია ჰქონდა, მაგრამ ფოლადის შემთხვევაში არსებული სატარიფო პრობლემების მოგვარების კუთხითაც ეს სტრატეგიული პარტნიორობა აშკარაა, რომ მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ჩვენ როგორც იცით, გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია და ამ ქარტიის ფარგლებში ჩვენ მქონდა ყოველწლიური შეხვედრები სხვადასხვა თემატურ საკითხებზე და ერთ-ერთი თემატური ჯგუფი, რომელიც ეთმობოდა ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარებას ორ ქვეყანას შორის, ამ ჯგუფის ფარგლებშიც არაერთხელ დაგვიყენებია ეს საკითხი, როგორც ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მათ გაითვალისწინეს სხვა სტრატეგიული პარტნიორების წინადადებები და სამწუხაროდ ვერ მოხდა ჩვენს მრავალჯერ დასმული საკითხის მიუხედავად გათვალისწინება და დღემდე საქართველოს უნარჩუნდება აღნიშნული ტარიფი 25%. ფაქტია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ ევროკავშირს მაღალი ტარიფები მოუხსნა, რითაც ევროპული რკინისა და ფოლადის ინდუსტრია და შესაბამისი კომპანიები წნეხისგან გათავისუფლდნენ, გაზარდნენ შტატების ბაზარზე ნაწარმის განთავსება და მიიღეს ფინანსური მოგებაც. საქართველო კი, რომელიც შტატების სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენდა, კვლავ მაღალი გადასახადის პირობებში დატოვეს. მიუხედავად ქართული მხარის არაერთი თხოვნისა, საქართველოსთვისაც გაუქმებულიყო დაწესებული ტარიფები, ბაიდენის ადმინისტრაციისგან ქვეყანა ან სრულ იგნორს იღებდა, ან აბსურდულ განმარტებებს. ერთ-ერთი მიზეზი ამ პროდუქტზე ტარიფის დაწესების წარმოადგენდა ის, რომ ის გარკვეულწილად ზიანს აყენებდა შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას და მათ შორის აღნიშნული თემაც არაერთხელ ოფიციალურ წერილშიც იყო დადასტურებული, რომ საქართველოს ვერანაირად ვერ იქნებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების
რაღაც მატარებელი საფრთხის და ეს ახსნილი იყო როგორც ციფრებში, აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე კონკრეტულად იმ საექსპორტო პოტენციალიც, რომელიც გააჩნდა ქვეყანას. დასასრულს კი ლოგიკურია გავიმეოროთ კითხვა. რაში გამოიხატება სტრატეგიული პარტნიორობა? ფოლადზე დაწესებული 25%-იანი ტარიფი შტატებმა სხვა სტრატეგიულ პარტნიორებს მოუხსნა. მოუხსნა ისეთი დიდი ეკონომიკის მქონე და კონკურენტუნარიან პარტნიორებს, როგორებიც ევროკავშირი ან დიდი ბრიტანეთია. თუმცა მათზე გაცილებით მცირე ეკონომიკისა და ნაკლებად კონკურენტუნარიან საქართველოს დღემდე უწევს რკინასა და ფოლადზე 25%-იანი გადასახადის გადახდა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნებს შორის ფარვდება ხოლმე სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება და ამ სტრატეგიული თანამშრომლობას მოყვება შესაბამისი ქმედებები და ნაბიჯები. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ძალიან დიდი ხანია გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა, მაგრამ სამწუხაროდ მას ესეთი რაღაცა ქმედითი ნაბიჯები დღემდე ვერ მოყოლია. პერსპექტივაში რომ გაიხსნას და მოიხსნას ეს სატარიფო ბარიერები, ეს მოგცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას იმისა, რომ ჩვენ ეკონომიკა სწრაფად გავზარდოთ და განავითაროთ. და მაშინ რაში გამოიხატებოდა ან სად არის პარტნიორობა თანაც სტრატეგიული? ბაიდენის ადმინისტრაციამ ვადის მიწურულს დროებით მართალია შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან, თუმცა ფაქტები მიუთითებს, რომ ამ ნაბიჯით რეალურად არც არაფერი შეცვლილა. მათი მოქმედებები და ამ მოქმედებებისგან გამოწვეული შედეგები მოწმობს, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა ადრეც მხოლოდ ფურცელზე იყო.